დავიწყოთ ახალი დაკავებულებით კონსტიტუციით მინიჭებული პროტესტის უფლების გამოყენების გამო დაკავებულები ახლა იზოლატორში ელოდებიან სასამართლო პროცესების ჩანიშვნას და ეტაპობრივად მოხდება მათი დაკავება. რეჟიმად აღიარებულმა ხელისუფლებამ გუშინ 4 ადამიანი დაიჭირა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ დღის განმავლობაში დაკავებების სერია გაგრძელდება. ახლა დიდი ალბათობით გელადის უწყებაში მიმდინარეობს იმ აქციის მონაწილეების იდენტიფიცირება, ვინც ქვეყნის ცენტრალური გამზირი პროტესტის 342 დღესაც გადაკეტა. დაკავებულებს შორის არის პოეტი პაატა შამუგია, რომელიც დაკავებამდე აცხადებდა, რომ კანონი იმდენად არაადამიანური არის, რომ ყველამ უნდა შეეწინააღმდეგოს მას, როგორი ფორმითაც შეუძლია. დაკავებული არის პენსიონერი, ასევე ბექა ბერიშვილი, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ დაადებდნენ ხელბორკილებს, იზოლატორში მოათავსებდნენ, თუმცა უსამართლობის განცდა იმდენად მძაფრად აღმოაჩნდა მას, რომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დამდგარიყო იმ ჯაჭვში, სადაც კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იყენებდნენ და პროტესტს გამოთქვაოდნენ ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე. დაკავებული არის ასევე სამოქალაქო აქტივისტები ბექა აგულაშვილი და ნიკოლოს დარსანია. იზოლატორში მოინახულეს დაკავებულები ადვოკატებმა და ახლა ელოდებიან სასამართლო პროცესის ჩანიშვნას. ჯერჯერობით მათ არ აქვთ ინფორმაცია საქმის მასალებში რა დევს, რა მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების ციხეში გადაყვანას. ვინახულეს სამი პიროვნება, რომლებიც არიან დიღმის იზოლატორში მოთავსებული. ეს არის პაატა შამუგია, ბექა აგულაშვილი და ვაჟა ბერიშვილი. სამივე მათგანს ედავებიან გზის გადაკეტვას რუსთაველის გამზირზე, რაც ითვალისწინებს 15 დღემდე პატიმრობას და თითოეული მათგანი, არც ერთი მათგანი არ აღიარებს აღნიშნულ ქმედებას. პირიქით ისინი მიიჩნევენ, რომ მათი უფლებები არის დარღვეული ამ შემთხვევაში და ეს არის რეპრესიული კანონმდებლობა. გზის გადაკეტვა მათი უფლება იყო კონსტიტუციური და სწორედ ამ უფლების ფარგლებში იმოქმედეს და არანაირი კანონმდებლობა მათ არ დაურღვევიათ. შესაბამისად, სასამართლოც სავარაუდოდ დღეს გაიმართება. საქმის მასალები ჯერ არ გადმოგცემია, არც ვიცით რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ამბობს ამას ადმინისტრაციული ორგანო, თუმცა გონია, რომ როგორც დამკვიდრებული პრაქტიკა არის, რაღაც კადრები ექნებათ 112-დან გამოთხოვილი. მათი დაკავება მოხდა სამივესი რუსთაველის გამზირიდან, ანუ გადასცეს კადრები სავარაუდოდ თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ პოლიციელებს და მათ მიერ მოხდა ამ სამი პიროვნების აყვანა. საქალაქო სასამართლოში დღესვე უნდა ჩაატარდეს, ანუ კი გამსახურდიას სასამართლო პროცესი. ის ორშაბათს 3 ნოემბერს დაიჭირა ძალოვანმა უწყებამ იმის გამო, რომ იდგა ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, ეკავა ბანერი, რითაც სოლიდარობას უცხადებდა გაგრელ აზას, რომელსაც ხელბორკილები დაადო. ძალოვანმა უწყებამ და იზოლატორში გამოკეტა, არც სახეს ფარავდა, მისი იდენტიფიცირება წესით არ უნდა გაჭირებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გუშინვე უნდა გადმოიყვანა წესით სასამართლო პროცესზე, თუმცა მას გაუხანგრძლივეს საპატიმროში ყოფნის ვადა. სავარაუდოდ ახლა სურთ, რომ ნერვების ომი მოუწყონ აქციის მონაწილეებს, შეაშინონ მოქალაქეები, იმიტომ რომ ანუ კი გამსახურდია ერთხელ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა მოსამართლემ და ალბათ ახლა ამ ფორმით ცდილობს ძალოვანი უწყება შეაშინოს აქციის მონაწილეები, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის მუხლით საქმეს ვერ აღძრავენ, ანუ კი გამსახურდიას წინააღმდეგ, რადგან სიტყვიერი შენიშვნას სახდელად არ შეიძლება დაკავებულს ჩაითვალოს. ყველა გუშინდელი დაკავებული გადმოიყვანეს გუშინვე, ანუ კი გაუხანგრძლივეს 48 საათი. თუ გაქვთ ეჭვი, რომ შესაძლოა ეს იყოს ის მიზეზი, რის გამოც ერთი ადამიანი უკვე სისხლით გაუშვეს, რადგან სიტყვიერი შენიშვნა ჰქონდა, ანუ კი სახდელად შეიძლება სიტყვიერი შენიშვნა ჩაითვალოს. დიახ, მე არ ვიცი რა დასაბუთება ჩადეს იმ ადამიანებს, რომელთაც გააგრძელეს ეს ვადა 24 საათით კიდე, მაგრამ მოგეხსენებათ ყველამ თამაშ საქართველოს ნახო, რომ მას არც ახლა ამ მტკიცებულებათა მოპოვების საფუძველი მან ჩემი აზრით არ უნდა იყოს, იმიტომ რომ
ღია იყო ყველაფერი და არც სახე დაუმალავს, აზნე გაბიქონია და პლაკატი და დროშით იდგა ამ ხალბატონი აზას ხარდაჭერა პლაკატი. აქედან გამომდინარე რაღაც ეჭვები მიჩნდება, რა თქმა უნდა, თუმცა არ ვიცი. შესაძლოა სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება. ეს რამდენად იქნება დასაბუთებული? მას პატიმრობა არ ქონდა ამ მუხლის და არა, პატიმრობა არ ქონდა, შევხედოთ რა, მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ, უბრალოდ ამ ეტაპზე არც დასაბუთება გვინახავს იმ დადგენლების, რომთაც გაუგრძელეს ვადა კიდევ ერთხელ ვიმეორებ და არც ის ვიცით რეალურად რას აპირებენ და შევხედავთ. ნელოდებით მაინც რომ დღეს მოხდება მისი გადმოყვანა სასამართლოში. თუ ესე იქნა დიახ, დღეს 9 საათამდე სადღაც ბოლოვადაა. მაშასე საქალაქო სასამართლო ყურადღების ცენტრში სავარაუდოდ რამდენიმე საათში იქნება, როგორც პრაქტიკა დანერგა ძალოვანმა უწყებამ დღის პირველ ნახევარში მოსამართლეთა ნაწილს ასვენებენ და სადღაც 2 საათიდან იწყებენ რუსთაველის გამზირზე დაკავებულების გასამართლებას ადმინისტრაციული წესით. ჯერჯერობით გუში, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 4 ადამიანი დაიჭირეს, გააგრძელებს თუ არა გელაგელაძის უწყება კონსტიტუციით მინიჭებული პროტესტის უფლების გამოყენების გამო დღესაც დაკავებებს, ეს არავინ არ იცის.